ვიყავი სტუდიაში Xenon Records-ში. ახალ პროექტზე მუშაობენ ბიჭები. დიდი ხანი ყოფილი ვარ სტუდიაში. იქიდან გამომდინარე რომ ბოლო დროს უკვე კლიპების გადაღებაზე გადავედით. რაღაც მომენატრა იქ ევროპაში ვიარე. შევხედე ახალ პროექტებს. სამომავლოდ ესე იგი გეკმავთ ახალი კლიპის გადაღებას, ეს იქნება სიმღერაზე თბილისი City. აი მაგ სიმღერაზე გეკმავთ კლიპის გადაღებას. დაახლოებით ვარაუდობთ, რომ ნოემბრის 20 რიცხვისთვის უკვე უნდა გამოვიდეს. გაჩერებას არ ვაპირებთ როგორც ყოველთვის. ეხლა რო თქვა რომ ცუდ კომენტარებზე საერთოდ რეაქცია არ მაქვს და ჩვეულებრივი მომენტია და რაღაც მეტად ლაითად ვიღებ მეთქი არ არის ეგრე მაგრამ არის ისეთი კომენტარები რომელიც შეიძლება ნეგატიურად არც ჩაითვალოს მაგალითად შენთან როგორ მოვიდეს ეხლა რო გადავიღეთ კლიპი ერთმა ადამიანმა დაწერა ესეთი რაღაც რომ ხალხო ეს არ დაიჯეროთ ეს არ არის პარიზი უბრალოდ სურათების წინ დგას და ისე ქმნის პარიზის შთაბეჭდილებას რა ეხლა აი ესეთი კომენტარები რა თქმა უნდა გახალისებს ამას რა თქმა უნდა არასდროს არ აღიქვამ სერიოზულად და რაც შეეხება კრიტიკას აღიქვამ ნორმალურად იმიტომ რომ როცა ხელოვნებაში ხარ და რაღაცას აკეთებ იმისთვის აკეთებ რომ ხალხმა შეაფასოს ხო და კრიტიკა უნდა აღიქვამ მაგრამ როცა წერი არა ეს ზედმეტად რაღაც ზრდილობის ფარგლებიდან გადასული ეს ალბათ ადამიანზეა დამოკიდებული რომელიც გაზრდილია ოჯახში ქართულ რეპს რაც შეეხება რა ვიცი რა გითხრა სახარბიელოს ვერაფერს ვერ ხედავ ჯერჯერობით 10 სიმღერიდან 9 მართლა არ ვარ ქართულ რეპში რაც იქნება ეხლა მაგრამ არიან ბიჭები ნიჭიერი ადამიანები ვინც ჩანანკიდევად და კარგ სიმღერებსაც აკეთებენ კაი ხარისხიან კლიპებსაც იღებენ რესპექტი ყველას ძალიან მოგხსენ საერთოდ ადამიანი როცა თავის საქმეს სერიოზულად უდგება და კარგია და წაადგება ქართული რეპის განვითარებას. კონკურენცია ბოლო დროს არის. ბოლო დროს. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ როცა კონკურენციას გძნობ, რაღაც უფრო სტიმული გაქვს რომ მაგრად იმუშაო და უფრო ბევრი აკეთო და უფრო იაქტიო. ეს არ არის კონკურენცია და ხარ ერთი ადამიანი, როგორც არჩევნებში სიტყვაზე ერთი ადამიანი, როცა არის კანდიდატი ავტომატურად გამარჯვებულია, ეხა ავტომატურად გამარჯვებული სტატუსი ვის უხარია, ხო? მუსიკის გარდა, რა თქმა უნდა, სწავლობ ვარ მაგისტრატურაზე, მეორე კურსზე, ბიზნეს ადმინისტრირებაზე და ესე უნდა გამოვიდე ბიზნესმენი, ოღონდ შოუ ბიზნესმენი. მაგრამ რა არის, რო გითხრა რომ ძალიან თავგადაკუნული ვარ მეთქვი, სწავლა განათლებაში მოგატყუა. მაინც უფრო დროს ვუთმობ მუსიკას რა. და რომ ჩემი ცხოვრება აი ვერ წარმომიდგენია დღე როცა მუსიკაზე არ ვფიქრობ აი რაღაც წარმოუდგენელია ჩემთვის და ეხა ეს მზე დავიჯერო კარგად მოგყავს ყოველი დღე იწყება მუსიკით პირდაპირ გაგებითაც და ისეც ფიქრით აი გულიდან შიგნიდან იწყება მუსიკა ცხოვრება ხდები რომ მუსიკის გარდა ვაკეთებ მუსიკას მივდივართ ჩემ ერთ მსმენელთან თაზოსთან, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ Facebook-ზე დაწერა, რომ ჩემი ოცნება გავიცნო მასტერი და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ გავიცნო ეს ადამიანი უფრო ახლოს, ჩვენი მეგობარი, ჩემი ყველა მსმენელი არის ჩემი მეგობარი და მაგას მალე დავამტკიცე. გადავყვი ახლა თემას. ხოდა მივდივარ თაზოსთან, მიგვაქვს აი ეს დისკი ჩემი, რომელსაც აწერია მხოლოდ მეგობრებისთვის. ანუ აქ არის შესული ჩემი კლიპები და ახალი სიმღერები. I'm simgeras today's a new day change all this information it goes to all my people there's not need dedication la 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 I believe in sex აი ეს არის დისკი ჩვენი თაზო ეს არის თაზო ჩვენი ერთი მსმენელი ესენი არიან მისი მეგობრები ეხლა თამაშობდნენ კალათბურთს როგორც თქვეს და შევპირდი რომ მე კალათბურთი ერთად უნდა მითამაშო აუცილებლად კალათბურთში ვის გულშემატკივრად მელე
ლოს-ანჯელეს ლეიკერსს შემადგენლობენ ბიჭები. ყველა ზა რომელიც სოციალური მიწოს ამიტომ. აქედან მაგრამ რეიბანები აჰა. მერერა და თბილისის თბილისის აი განსხვავება თბილისის და თბილისის შარაგურ მოვიდეთ აია ეგეც მაგის ჩავწერეთ სტოპს არავის არ არის იცოდე რომ აი ეს კაც მარტოში მაგრამ ამოთქვენიცით აი თავი ჩვენ მოვიცეთ მე აი მადლობა აბა მაგრად ხდება თქვენი ამიტი დღეს ეს უნდა ესე იგი შევხვდით ჩვენ მეგობარ თაზოს გადავეცით დისკი და ამასობაში გახდა 7 საათი ეხლა მე მივდივარ ფეხბურთის სათამაშოდ თამაშობ ძალიან ხშირად იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ფეხბურთის გარეშე ვერ წარმომიდგენია ძალიან მიყვარს ფეხბურთის ნაკრების ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და რაღაც თუ წავაგებთ ხოლმე ან რაღაც ვერ ვიტან Facebook-ზე შესვლას მაგას იმიტომ რომ ეს პესიმისტური კომენტარები ძალიან მაგზიანებს რა და საერთოდ პესიმიზმი როცა ფეხბურთს ეხება აი რომ მეუბნებიან ხოლმე რომ აუ მე მგონი წავაგებს და რაღაც აი არ შემიძლია ხოლმე ყველა მიცის რომ არ უნდა მეხუმრო ფეხბურთს არასდროს ხო და ეხლა მივიდეთ ფეხბურთის სათამაშოდ მე რამდენი თუ ნათქვამს და ამათ თქვენიცით ეს იყო ჩვენი პირველი პრომო ვიდეო და შევხვდებით მალე